გამარჯობა, ბოლო სიტყვა, მორიგი ეპიზოდი, დავიწყეთ უკვე ჩაწერა თბილისში. მე ბექა პატურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი ცხვიტავა, ბრიუსელიდან თამარ ნუცუბიძე ტრადიციულად და ია მეურმიშვილი ვაშინგტონიდან. ამ კვირაშიც ვიტყვით ჩვენს ბოლო სიტყვას, ჩვენთვის ყველაზე აქტუალურ თემებზე. ასე ჩამოყალიბდით, რომ დღეს ვაპირებთ ვისაუბროთ ძირითადად საქართველოსთან დაკავშირებით და ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რაც გულისხმობს ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის ფაქტობრივად ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, წართმევას, რა ვიცი, ამას გავშლით ყველაფერს, რა როგორ აღვიქვით და რას ნიშნავს რეალურად ეს ამბავი და ასევე დღევანდელი ეპიზოდის ძირითადი თემა იქნება უკრაინა, მის გარშემო მიმდინარე პროცესები, რა ხდება ფრონტზე, რა ხდება სამოქალაქო ნაწილში, სადაც მუდმივად იბომბება ქალაქები და დღესაც ვნახეთ არაერთი უმძიმესი შემთხვევა ამის, არის მსხვერპლი მოსახლეობაში, რატომ კეთდება ეს ყველაფერი, რა ხდება უკრაინის ენერგეტიკაში. სწორედ ენერგეტიკას უკავშირდება კორუფციასთან მიმართებით სკანდალი, რომელიც დიდ თემად იქცა და ასევე ვისაუბრებთ დიპლომატიის შანსებზეც, ეს კიდევ ერთხელ გააქტიურდა მათ შორის დღეს, თურქეთში ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, მოკლედ უკრაინაზე ძალიან ბევრია სასაუბრო და ვეცდებით, რომ მნიშვნელოვან მთავარ თემებზე ვთქვათ ჩვენი ბოლო სიტყვა. ბატონო, მოგესალმებით. რადგან ბექას გამორჩა, მე გთხოვთ, რომ გამოიწერეთ სასწრაფოდ არხით, თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, თუ გაქვთ გამოწერილი, მაშინ დაალაიქეთ ვიდეო, იაქტიურეთ კომენტარებში. ასევე შესაძლოა თქვენ ახლა კავკასიის ეთერში გვიყურებდეთ და ამისთვის მადლობა კავკასიას, რომ ჩვენს პოდკასტს ათავსებს თავის ეთერში. სპეციალურად თქვენთვის არის ეს QR კოდი, რომელიც შეგიძლიათ მარტივად დაასკანეროთ და გადმოხვალთ ჩვენს YouTube-ზე და გამოგვიწერთ. ასე YouTube-ის ალგორითმს უკარნახებთ, რომ ეს ვიდეო ღირს ყურებათ და სხვებსაც შესთავაზებთ, ასე რომ დაგვეხმაროთ რომ გავფართოვდეთ და ჩვენი ბოლო სიტყვა მივიტანოთ უფრო დიდ აუდიტორიასთან. კარგი, დავიწყოთ მოკლედ, როგორც თქვით, საქართველოს იქნება პირველი საკითხი და როდესაც ამ თემის ირგვლივ გარკვეულ დისკუსიებს უსმენდი, ძალიან მომეწონა ერთ-ერთი სპიკერის განცხადება იყო ტელეეთერში, რომელმაც ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანა, ეს ეხებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარ ამბავს, რომ კოსმოსიდან მისცეს ხმა ამერიკის მოქალაქეებმა არჩევნებში და ძალიან კარგი პარალელია, ანუ დემოკრატიულ სივრცეში ადამიანებს შეუძლიათ რომ პლანეტის მიღმა იყვნენ და იქიდან გააკეთონ არჩევანი და ამის უფლებას უტოვებს მათ ხელისუფლება და ჩვენ შემთხვევაში ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქეს, არ ვიცი, ზუსტი რიცხვი არ შემიძლია ახლა ვთქვა, მაგრამ ცხადია რომ ეს მილიონს აღემატება. აი ამ მომენტში ეუბნებიან რომ იცით რა, უბრალოდ თუ გნებავთ, ჩამობრძანდით და მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაიხსნება უბნები. და არ ვიცი რადგან ხაზზე არიან ია და თამარი, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენი უბანი იყო გახსნილი, არ მახსოვს, ალბათ ძალიან ბევრი, ხო? მინიმუმ 2 არისო? წინაშე შოაში ნიუ-იორკში გახსნეს 3 უბანი გახსნეს ერთმის სამარძზე, რომ ხალხი რიგში მდგარიყო. აიღეს სიტყვა. ავიღე სიტყვა. გამარჯობა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, გაავრცელეთ ეს ვიდეო, დაგვეხმარეთ ჩვენი ბოლო სიტყვის გავრცელებაში. ძალიან უცნაური იყო ეს გადაწყვეტილება, მართალია, რა ვიცი, თითქმის ყველაფერია ნათქვამი, ბექა, იმით, რა მაგალითიც ახლა შენ მოიყვანე საბოლოო ჯამში, რომ ადამიანებს კოსმოსიდან მიეცათ საშუალება, რომ საკუთარი ხმა დაეფიქსირებინათ დემოკრატიულ პროცესში, დემოკრატიაში და სულ რამდენიმე ადამიანი იყო, ხო, თუ არ ვცდები, ამერიკის 3 მოქალაქე იყო, რომელმაც ხმა მისცა. იქიდან, მაგრამ შეერთებულ შტატებში ზუსტი მონაცემები არ მაქვს და არც ვიცი არსებობს თუ არა ზუსტი მონაცემი იმისა, რამდენი ორმაგი მოქალაქეა შეერთებულ შტატებისა და საქართველოს, რამდენი საქართველოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე და ვთქვათ მუდმივი მაცხოვრებელი. რამდენი ადამიანია ისეთი, რომელსაც უბრალოდ ამერიკაში საბუთები არ აქვს, ხო? ძალიან უამრავი ჩვენც ვიცნობ თითოეულს და რა ვიცი, გასაკვირი არ არის ეს. ასევე რამდენი სტუდენტი სწავლობს და მხოლოდ შეერთებულ შტატებზე ხომ არ არის აქ ლაპარაკი, არის მთელს მსოფლიოში.
სიკვდილეზე. შეიძლება დასავლეთის ქვეყნები რაღაცა კონკრეტულად არიან ამოღებულები აქ სამიზნეში დიასპორები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში ცხოვრობენ. მაგრამ ყველას მიესადაგება საბოლოო ჯამში, არ აქვს მნიშვნელობა. სამხრეთ კორეაში ცხოვრობ, ნიდერლანდებში თუ ამერიკაში არავის აღარ ექნება საშუალება თუ დამტკიცდა ეს ბოლომდე არ არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში სიცხადე არ მაქვს მაგაზე ეს დამტკიცებულია თუ უბრალოდ ინიციატივა არის ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია და ეს იმას ნიშნავს თუ არაფერი წინ არ დაუდგება და ხო ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს გადაწყვეტილება მიღებულია და ხო სავარაუდოდ ისე როგორც ბევრი სხვა ამასაც გაიტანენ. თუმცა უნდა შევხედოთ და ვნახოთ დიასპორა რა პასუხს გასცემს ამას ალბათ, ხო? იმიტომ რომ ეს ხომ არ არის მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. უამრავი ადამიანი, თქვათ, ევროპაში რომ ავიღოთ, უამრავი საქართველოს უამრავი მოქალაქე არის ჩასული ევროპაში იმისთვის, რომ საქართველოს ფული გამოგზავნოს ადამიანებს, რა ვიცი, შვილები ენატრებათ, ოჯახის წევრები ეღუპებათ ისე, რომ უბრალოდ ვერ ჩადიან იქ და რა ვიცი, ეს რაღაც მოწყვეტილი ცხოვრობენ იმისთვის, რომ ელემენტარულად რაღაცა ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესონ საკუთარ ოჯახს და შესაბამისად საკუთარ ქვეყანას, მაგრამ ეს ოჯახი იმ ქვეყანაში ხარჯავს იმ ფულს. ამ ადამიანებისთვის კიდევ აი ეს ერთი ყველაზე ღირებული რაც სახელმწიფო შეუძლია ამ ადამიანებს მისცეს, რაც არის ის, რომ დააფიქსირე შენი ხმა და რა ვიცი, მიიღე მონაწილეობა, იმის ნაცვლად, რომ პირიქით რაც მეტი ჩართულობა ექნებათ ამ ადამიანებს, მით უკეთესია ქვეყნისთვის და ამ დროს ხედავთ საწინააღმდეგოს, როცა ძალიან შეურაცხმყოფელ განცხადებებს ისმენ, რომ გეუბნება ვიღაცა, რომ ესა რახან საქართველოში არ ცხოვრობ, ეს წარმოდგენა არ გაქვს საერთოდ ქვეყანაში რა ხდება, არ იცი, არ იცნობ და მოწყვეტილი ხარ. არ ვიცი, ნახოთ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ დიასპორა რაღაცა ორგანიზებულად თუ გააკეთებს რაღაცას მე დიდი იმედი მაქვს რომ რაღაც ნაბიჯს გადადგამს. პრობლემა ის არის, რომ ვერ ჩამოდიან არა იმიტომ, რომ თქვათ ფრენის ბილეთს ვერ შეულობენ. იქ მთელი რიგი ბიუროკრატიასთან არის საქმე, დოკუმენტაცია, ზოგს აქვს, ზოგს არა აქვს. იქ სამუშაო აქვს დაწყებული და მათ ხო მართლა ის არის რომ დილას ჩამოფრინდეს საღამოს გაფრინდია რა რამდენიმე დღით უნდა გათავისუფლდე ასე რომ ეს პრობლემები ძალიან კარგად იციან და ჩემთვის ამ მთელს ამბავში ყველაზე საგულისხმო იყო შალვა პაპაშვილის გულის წყვეტა არ ვიცი ამდენად მიაქციათ ყურადღება მან ძალიან სინანულით აღნიშნა რომ ყველაზე დიდი დიასპორა სადაც ყავს იქ საარჩევნო უბნები არც იხსნებაო გულისხმობს რუსეთის ფედერაციას და პოტენციურად ალბათ იქ ეგულება თავისი ამომრჩეველი არ ვიცი რატომ ქონდა ასეთი დიდი გულის წყვეტა. მაგრამ აქ პრობლემა იმაში არის, რომ ქართულმა ოცნებამ 2012 წლის შემდეგ ვერც ერთი არჩევნები ვერ მოიგო საზღვარგარეთ. ამის ძირითადი განმაპირობებელი არის ის, რომ იქ არ აქვს რესურსი, რომ გააყალბოს, იქ ვერ აყალბებს იქ ფიზიკურად, იმიტომ რომ არ არის ის რაოდენობა დარეგისტრირებული ამომრჩევლის, შესაბამისად იქ ვერ აყალბებს და სადაც ვერ აყალბებს, იქ აგებს არჩევნებს. ეს ძალიან მარტივი ლოგიკა არის ამაში. რაც შეეხება რაოდენობას, იქ სოციალურ შეხვდა რომ ითვლიდა რომ მილიონ ადამიანზე მეტზე არის აქ საუბარი, თუმცა ცხადია რომ მილიონივე იმიგრანტი საარჩევნოდ არ დარეგისტრირდება. ხო ჩვენ ვიცით რომ ბოლო არჩევნებზე დაახლოებით 34000 რაღაცა თუ არ მღალატოს მეხსიერება ამ ჩარჩოში იჯდა. მაგრამ ეგეც იმ პირობებში, როდესაც ხელოვნურად შეუქმნეს ბარიერები, ახლა თავშიც ვახსენე რომ ნიუ-იორკში ერთ მისამართზე 3 უბანი გახსნეს და გარდა მაგისა, სადღაც დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპიროზე უწევდა ხალხს ჩამოსვლა ეს ამერიკაში, ევროპაში, იგივე იტალიაში, თქვათ, უკიდურეს სამხრეთით და უკიდურეს ჩრდილოეთით იყო და ანუ აი ეს ლოჯისტიკური პრობლემები შეუქმნეს და მიუხედავად მაგისა, მაინც რიგები დადგა, მაინც არჩევნებში 34000 ადამიანი დაფიქსირდა და იქაც წააგეს. შესაბამისად ეს ძალიან მარტივი თემა არის და უკავშირდება ჩემი აზრით იმ ამბავს, რომ ველს ასუფთავებენ აბსოლუტურად. არ ვიცი ახლა ეს ვადამდელი არჩევნებს უკავშირდება რეფერენდუმს მოსალოდნელს, იმიტომ რომ იქ რეფერენდუმის საკითხიც რაღაცა ბოლომდე ვერ მივადონა სამწუხაროდ ვაყური, იქაც იყო რაღაცა თემები ამ რეფერენდუმის გამარტივებით ჩატარებასთან თუ რაღაცა ეგეცაც სადღაც ეს სკოლებისას ვკითხულობდი რა, ეგეც კარგი მოსაკვლევი იქნება რეფერენდუმის ჩატარებას რას უპირებენ რა. აქ მე ერთი დეტალი მინდა ია სანამ შენ იტყვი აუცილებლად თქვა დუგინის
კარდი მაქვს ამოღებული პირდაპირ შეგვიძლია ვნახოთ, ხო? ანუ დუგინი რუსეთის პროპაგანდის მამა და იდეოლოგიის მამა, რომელიც თავის დროზე რუსეთშივე ამბობდა, რომ ემიგრანტები ადამიანები არ არიან, ისინი სამშობლოს მოღალატეები არიან, ამიტომ მათი ხმა საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის. ეს ამბობდა რუსეთის მოქალაქეებზე, რუსეთის მოქალაქე, მაგრამ ახლა რუსეთის მოქალაქე დუგინი საქართველოს მოქალაქეებზე ამბობს შემდეგს. თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ხარ და ხმას აძლევ ქვეყნის არარსებობას, მაშინ როგორი ქართველი ხარ, გადასახლებული და მოღალატე ხარ და შენი ხმა არ ითვლება. ეს არის დუგინის განცხადება, რასაც ისიერად მოყვა მე ქართველი პროპაგანდისტების, ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული გამოხმაურება ამ თემაზე. და კიდევ ერთი რატი და ქალბატონებ და ბექა რაზეც მინდა რომ თქვენი ყურადღება გამახვილდეს, ცოტა ხნის წინ ჩვენ საუბრობდით მოლდოვაზე და მოლდოვის არჩევნებზე და მოლდოვის არჩევნებში ემიგრანტების ხმა იყო მნიშვნელოვანი და პრაქტიკულად გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ეს აირეკლა უკვე საქართველოს საკანონმდებლო პაკეტზე მთლიანად და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ავტომატურად გადმოდის აქ, რომ მაქსიმალური არსენალი გააჩნდნენ და მაქსიმალურად დაიზღვიონ თავი ყველაფრისგან, ხო? ჩემი პირველი რეაქცია ცხადაშორის ხო, ნუ ეგ იყო პირველი როდესაც ეს ამბავი გავიგე, პირველი თავში მომივიდა ორი ფრაზა. ერთი იყო, რომ ეს სიგიჟეა კონსტიტუციას არღვევენ და მეორე ფრაზა იყო, რომ ეს პირდაპირ არის მოლდოვის გამოძახილი. ჯერ იყო რეფერენდუმი, სადაც ბეწვისხიძე გაიარა მოლდოვამ და სწორედ დიასპორამ გადაწყვიტა მან დიდწილად პროცესი და შემდეგ იყო უკვე არჩევნები, სადაც ასევე ძალიან დიდი როლი შეასრულა, როგორც გიორგიმ თქვა. და მე ისევ იმ ხაზზე ვრჩები, რომ ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ნაკარნახევია, ცხადია და ამაში მე ვერ მეპარება რომ თქვენს ხმებით მოსკოვის დღის წესრიგით. ანუ ეს ძალიან აშკარად იკითხება ამ შემთხვევაშიც და რადგან მოლდოვის ასეთი ცუდი გამოცდილება მიიღეს მათ პრევენციისთვის, ცუდი რუსეთისთვის, პრევენციისთვის, სად თუ არა საქართველოში უნდა ეცადათ ეს გზა და აქ ყველაზე ნაკლებად არის იმის რესურსი, რომ ვინმე წინააღმდეგობა გაუწიოს, თუმცა აი თქვენ ახსენებდით, რომ საინტერესოა ია ამბობდა, რომ საინტერესოა რა რეაქცია ექნება ამაზე დიასპორას. ერთი არა რეაქცია ექნებათ, მაგრამ მე მაგანცდა, რომ არანაირი რეაქცია აქ უბრალოდ არ აინტერესებთ. არა, აქ რეაქციები არ ინტერესებს. შესაძლოა, ხო, მაგრამ განსხვავება, იცი, ცოტა მე პირადად მიჭირს მაინც და მაინც მოლდოვასთან დავაკავშირო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ჩანს, რა თქმა უნდა, ლოგიკა და აქვს ამას საფუძველი, რომ ვიფიქროთ, მაგრამ აი როგორც თქვით, ხო, რაღაც 35,000 დაახლოებით 35,000-მა იმიგრანტმა მიიღო მონაწილეობა 2024 წლის არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში. ქვეყნიდან გასული დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი, აქედან რაღაცა კვალიფიცირებული ამომრჩეველი რამდენია ეს არ ვიცი, თუმცა ალბათ CESCO-ს აქვს ეს ინფორმაცია. არ ვიცით ზოგადად რა არის რამდენს შეუძლია ხმის მიცემა ქვეყნის გარეთ, ხო? მაგრამ იმასთან ერთად, რომ თქვათ ადამიანი დარეგისტრირდეს, აი ეს ხელოვნური ბარიერები, რომლებიც უკვე ვნახეთ 2024 წელს, როცა ადამიანებს თვითმფრინავით გადაფრენა უწევდათ, თქვათ ორ ადგილზე უნდა გაჩერებულიყვნენ, თვითმფრინავით ეფრინათ იმისთვის, რომ ისულიყო და ხმა მიეცა ადამიანს. ეს ხო ხელოვნური ბარიერია, რა თქმა უნდა შეიძლებოდა უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნა, ხო? თქვათ იგივე მოდელი რატო არ შეიძლება რომ დაიტოვონ მაგალითად და რა ვიცი, ისევ იყოს ეს სამი საარჩევნო უბანი 300 მილიონიან ქვეყანაში ერთებულ შტატებში გულისხმობ. ან იყოს, რა ვიცი, ევროკავშირში იყოს ორი საარჩევნო უბანი, მაგალითად, დახურვა როცა არ გჭირდება, არავის არაფერს არ უკრძალა, მაგრამ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შეზღუდო ადამიანების მონაწილეობა ამ პროცესში. რუსეთი რო რუსეთია. ეხლა ჩავხედე აქვს თუ არა, ანუ რამდენ ქვეყანაში ქონდა გახსნილი საარჩევნო ოლქები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 144 ქვეყანაში ქონდათ 288 საარჩევნო უბანი გახსნილი. ეს რუსეთია ლაპარაკი. და დუგინი საქართველოს ემიგრანტებს თუ ეძახის მოღალატეებს, ანუ ქართველები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაზე, ქვეყნის გარედან ზრუნავენ, ისინი მოღალატეები არა, მაგრამ რუსები, რომლებიც ცხოვრობენ გარეთ, ისინი არა. ანუ რაღაცა ისეა ყველაფერი აღრეული, რომ უბრალოდ ხანდახან გიჭირს, რომ გაყვე იმას. და ეს რატო დავიწყე მოლდოვასთან შედარებით, რომ ძალიან კარგად ვხედავ ამ ლოგიკას.
მაგრამ მეორეს მხრივ ვფიქრობ, რომ ეს არის საფუძველი რაღაცა უფრო დიდისა, რაც ჯერ არ ვიცით. რომ აი ამის შემდეგი ნაბიჯები იქნება საკანონმდებლო თუ რაღაცა ადმინისტრაციული თუ რაღაცა, შემდეგი ნაბიჯები უნდა ეფუძნებოდეს იმას, რომ ადამიანს არ შეუძლია ქვეყნის გარეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და რავი, ჩვენ როგორც ჟურნალისტებმა ალბათ უნდა ჩავიხედოთ რაღაცა პრეცედენტი. ძალიან აქტიურად განიხილება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, ანუ ამაზე მიდის მსჯელობა და ესაც ერთ-ერთი პირველია, რაც თავში აზრად შეიძლება მოგვივიდეს მიმდინარე პროცესის გათვალისწინებით, რომ მათ არ აქვთ და ჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ ამოიღონ 78 მუხლი და არის ამაზე ვერსიები, რომ ხომ არ აპირებენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, სადაც გამოირიცხება ეს რისკ ფაქტორები ბრჭყალებში, მათ შორის დასავლურ ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ხმის მიცემა და აქ უნდა გავითვალისწინოთ, თუ ჩვენ მანამდე საუბრობდით 35,000-ზე, იმ შემთხვევაში თუ ეს არჩევნები ჩატარდება, ალბათ ლოგიკურად ძალიან უფრო მეტი შეიძლება იყოს მობილიზება. მანამდე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით თუნდაც რა ბარიერებიც იყო, დიდი ალბათობით, როდესაც ასეთი არჩევანის წინაშე დგება უკვე ქვეყანა, მე მგონია რომ უფრო მეტი ემიგრანტი ჩაერთვება ამ პროცესში, მეტი წავა და მეტი რისკი ჩნდება თავისთავად ქართული ოცნებისთვის, რომ ეს იყოს გადამწყვეტი მეტად უფრო, რა ვიცი, თუ იყო 5% სიტყვაზე, პირობითად ვამბობ, შეიძლება ეს 5% ხვალ გახდეს 10 და 15% ამ მრჩევლის, ხო? მე მაქვს ვერსია, რამაც შეიძლება გაზარდოს, მე მაქვს ვერსია, რამაც შეიძლება გაზარდოს, თუმცა მანამდე მაინტერესებს ევროკავშირიდან გამომდინარე თამარ, მაკეთ, ანუ ზოგადად ხوار მოყოლია უკვე გამოხმაურება ერთი ეს რომ გითხრა და გარდა ამისა, მან პრაქტიკა რას გვაჩვენებს, გულისხმობ ქართველებს ევროკავშირში, ხო? რაოდენობა, რამდენი საარჩევნოვანი კონდათ, გადაადგილება, ამერიკა გაცილებით დიდია, ხო? მაგრამ ევროკავშირის შიგნითაც აი ეს ემიგრანტების მობილობა როგორ არის და რა შეიძლება ზოგადად ევროკავშირში მცხოვრები ქართული ემიგრანტების პოზიციები. უბრალოდ სანამ თამარ შენ დაიწყებ ერთი პატარა მონაკვეთი. დღევანდელი 1 საათის წინ გავრცელებული ინფორმაცია არის, რუსეთში მიხეილ ხოდორკოვსკი ტერორისტების სიაში მოხვდა უკვე და ხოდორკოვსკი არის რუსეთის ანტისაომარი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ის და მისი ორგანიზაცია პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს რუსეთიდან გაქცევაში ეხმარება. ანუ ესეც გასაგებია, ეს დეტალიც გასაგებია უკვე ამ ფაზლის ერთი ნაწილია ჩვეულებრივ. მომიტევეთ? ხო, ნუ რა ვიცი, რა გაგიკვირდა, ცოტა რამდენიმე დღის წინ კასიანოვი ჩასვეს ზუსტად იგივე იარლიყი და იგივე ის მიაწეპეს როგორც ხოდორკოვსკის, ასე რომ საერთოდ არ არის გასაკვირი. რაც შეეხება რატიშერაც მკითხე რეაქციას, წერილობით ევროსკოპმა გაუგზავნა შეკითხვა ევროკომისიას სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით და წერილობითი პასუხი მივიღეთ, სადაც კომისია ამბობს, რომ ადამიანისთვის, მოქალაქისთვის ხმის უფლების მიცემა ეს ყველა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტალური საკითხია და უფლება არის და რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა ხელისუფლება ცდილობს პირიქით მაქსიმალური პირობები შეუქმნას მოქალაქეებს განურჩევლად მათი ადგილსამყოფელისა, რომ დაუყოლებლად შეეძლო თავიანთი არჩევანის გაკეთება, კანონის ფარგლებში, როცა არის არჩევნები. ასევე პასუხი იყო, რომ გააგრძელებენ ამ საკითხის უფრო მეტად შესწავლას და დაკვირვებას, ესეც ალბათ გასაკვირი არ არის ასეთი სახის განცხადება, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელია დემოკრატიულ ქვეყნებში ჩამორთმევა საარჩევნო ხმის უფლების. რაც შეეხება ზოგადად როგორ ხდება ხოლმე ევროპაში არჩევნები, მე შემიძლია კონკრეტულად ბელგიაზე ვილაპარაკო უფრო ზუსტად, რადგან 11 წელია აქ ვიმყოფები, მართლაც პირველად იყო წელს საპარლამენტო არჩევნების დროს, რომ რიგი დადგა ბელგიაში, ერთი საარჩევნო უბანია და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასთან შედარებით, რა თქმა უნდა, ბელგია და
ძალიან პატარა არის, მაგრამ ნუ მაინც რა თქმა უნდა ადამიანებისთვის კარგი იქნებოდა კიდევ თუნდაც მინიმუმ ერთი უბანი გაეხსნათ ქვეყნის სხვა რაღაცა სხვა მხარეში. ხო არ გაქვს მონაცემები აი ეს განლაგება თუნდაც ბელგიაში რა როგორ არის ანუ ბრიუსელშია თავმოყრილი თუ რამდენიმე ქალაქში არის განაწილებული? არა და მაგაშია რატი საქმე ანუ ამ ბოლო დროს ძალიან იმატა ქართველების ჩამოსვლამ ძალიან ბევრი ბარდება თუმცა უმეტესწილად ბრიუსელში სხვა იმატა მაგრამ ადრე უფრო სხვა ქალაქები იყო მეტად დასახლებული ქართველებით მაგალითად ანტვერპენში ტრადიციულად ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და ეხლა სხვა ქალაქებშიც ჩადიან ასე რომ ვერ ვიტყვი რომ მაგალითად თავ შეყრა თუ იმასაც ვიგულისხმებთ რომ საელჩო ბრიუსელში არის ევროკავშირის წარმომადგენლობაც ნატოს წარმომადგენლობა მათი თანამშრომლები ოჯახებთან ერთად ნუ ეს რა თქმა უნდა რაღაც გარკვეულ რაოდენობას იმ მატებს საერთო რიცხვის მაგრამ რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა კიდევ ერთი უბანი ყოფილიყო იმიტომ რომ სანამ უბანი დაიხურებოდა 8 საათზე ანუ ადგილობრივი დროით რიგი აი ბოლო წუთამდე იყო რიგი და განწყობაც ნუ თავიდანვე შესამჩნევი იყო მაგალითად ბრიუსელში რა შედეგით დასრულდებოდა არჩევნები და ტრადიციულად ჩვენ ყოველთვის ბოლო წუთამდე ვართ და ვუყურებთ როგორ მიმდინარეობს ყუთის დაალუქვა შემდეგ გახსნა დათვლა ბიულეტენების და მე რაც აქ ვარ ყოველ შემთხვევაში უმეტესწილად ყოველთვის ანუ ქართული ოცნება უმეტესწილად გამარჯვებული არ არის ხოლმე საპრეზიდენტო არჩევნებზე როდესაც ორი ტური იყო პირველ ტურში ორივე ტურში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა როგორც მახსოვს მეორე ტურშიც კი ბელგიაში ასე რომ განწყობა აქაც ისეთი არის ხო ნუ ემიგრაციაში ხალხი კარგი ცხოვრების გამო არ მიდის ხო და აი აქვე თქვა ია შენს თეზას რომ გამოვეხმაო რომ რატომ აუქმებენ როცა შეუძლიათ რომ შეინარჩუნეს ხელის შეშლის პრინციპი და იგივე ბექა შენსაც რომ როგორ შეიძლება გაიზარდოს ემიგრანტების რაოდენობა ის პოლიტიკა რაც ახლა საქართველოშია ამის ძალიან მსუყე საფუძველს იძლევა რომ ძალიან დიდი ემიგრაცია გქონდეს იმიტომ რომ ამ ქვეყანაში პრაქტიკულად პროფესიებად ანუ ადამიანები სამსახურს კი არ კარგავენ პროფესიები უქმდება უბრალოდ აი ამ რეპრესიული პოლიტიკის გამო და ამიტომ დარწმუნებული ვარ გაზრდილი არის ემიგრაციის რაოდენობა და კიდევ უფრო არის პერსპექტივაში თუ კი ასე ძალიან მოუჭერენ ამ ჭანჭიკებს რომ აქედან ხალხი იძულებული გახდება წავიდეს და ეს ხალხი თუ კი აქამდე წმინდა წყლის სოციალური პრობლემების გამო გადიოდა ხალხი ну განათლებას ამ შემთხვევაში არ ვეხები ხო ახლა უკვე პოლიტიკური მოტივებით გავა ხალხი და ეს პოლიტიკური მოტივებით გასული ხალხი არის ზუსტად ის ხალხი რომ რა ბარიერიც არ უნდა შეუქმნა მაინც წავა არჩევნებზე და მაინც მიცემს ხმას რა და ამისი ეშინიათ ჩემი აზრით გარდა ამისა ეხლა ისი აქვთ ასე ვთქვათ ისეთი სიჩქარე აქვთ აკრეფილი რომ რაც ბეკან თქვა რომ ვადამდელ არჩევნებზე ხარ ვიცი ეს გაზაფხულზე იქნება შემოდგომაზე არა 2006-ში ან 2007-ში როცა იქნება ეს არჩევნები იმისთვის აქ ყველანაირი ველი მოსუფთავებული უნდა იყოს და ყველანაირი ასე ვთქვათ წინაპირობა ყველა რისკი დაზღვეული უნდა იყოს და მოლდოვას ზუსტად მაგიტო უკავშირდება რომ მოლდოვაში ნახეს რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ფული ჩაასხეს მიუხედავად იმისა რომ იმუშავეს ადგილზეც მიუხედავად მაგისა მოლდოვაში რეფერენდუმზე ზუსტად რაც რომ ემიგრანტების გამო ჩაუვარდა რუსეთს სცენარი ამ არჩევნებზე უკვე რეფერენდუმზე არა ბოდიში საპრეზიდენტოზე და აქ ახლა საპარლამენტოზე უკვე კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ემიგრაციამ, თუმცა შიგნით მოლდოვის შიგნითაც უკვე სანდუს პარტიამ გაიმარჯვა. ასე რომ აი ეს ორჯერ ასე ვთქვათ რუსები შეცდომას არ უშვებენ. ერთხელ ნახეს რომ აკრძალვის გარეშე ვერაჯობეს ამას და ეხა ეს რისკიც უნდა უბრალოდ გაქრეს რა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვძახი, მოტივირებული ემიგრანტები რომ ნებისმიერ ფასად მიცენ ხმა, ჩემი აზრით და აქვე დავამატებ სამწუხაროდ გაიზრდება. და მოდი ჩვენ გვაქვს ამის საშუალება რომ კომენტარები სველი გამოიყენონ და მე მგონია რომ საზღვარგარეთ ბევრი გვიყურებს.
ასე მგონია. ყოველ შემთხვევაში შეუძლიათ რომ გამოხატონ თავისი პოზიცია, მინიმუმ ორ რამეზე, როგორ აფასებენ ერთი და რას ფიქრობენ, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ამ ყველაფერს რაღაცნაირად წინაღუდგნენ, არ ვიცი. იამ თქვა რომ, უნდა დაველოდოთ ხო მათ რეაქციას. ერთია რა შედეგი ექნება, მაგრამ მეორეა რომ გარდა იმისა, რომ ის ადამიანები თქვა სადმე საქართველოს მიღმა გამოხატავენ რაღაც პოზიციას, მათ ყავთ ოჯახის წევრები საქართველოში და გავლენის მოხდენა შეუძლიათ აქ მყოფ ადამიანებზე და მეორე ძალიან დიდი ფინანსური რესურსია, რომელიც შემოდის სწორედ ემიგრანტებისგან ქვეყანაში და ეს გზავნილები, ხო, მნიშვნელოვანია ჩვენს ეკონომიკაში ამ ყველაფრის წილი. და სხვათა შორის რადგან საუბრობ შემოსავლებზე და ეკონომიკაზე, სწორედ ამ აქ ფულით ფინანსდებიან ისინი, ვინც ხელისუფლებაში არიან და მინიმუმ მანდ უნდა ვინმეს ნამუსმა შეაწუხოს წესით, რომ არა, ეს არ მგონია რომ ვინმეს ნამუსმა შეაწუხეს, აგერ ბატონიშვილი მიღებული ფულით არის. აბარელი ამბობს დღეს, რომ ემიგრანტები გაჭირვებას არ გაექცნენ, ჩამოვიდნენ, ნახონ რა პროცესები მოქმედებს და всё. ეს ციტატა, თუ ქვეყანა უყვართ ერთი დღე არაფერი არაა. ეს თქვა ბატონმა შოთა ხაბარმა. ამერიკიდან ერთი დღე როგორია? ერთი დღე ჩამოვიდნენ. ანუ ერთი დღე ჩამოვიდნენ და ხალხი გაჭირვების გამო არაა წასული, უბრალოდ კაი ცხოვრების გამო არის წასული, კაი ცხოვრება არ უნდათ საქართველოში. ისიც რომ იმაზეც რომ დაფიქრდე, ერთი დღე ჩამოვიდნენ, ანუ ესეთი ნორმალურ არც ისე ძვირი ბილეთი რო იყიდო, გჭირდება მაგისთვის, ეს იმ შემთხვევაში თუ თქვათ რა აღმოსავლეთ სანაპიროდან მიფრინავ, ანუ ვაშინგტონიდან, ნიუ-იორკიდან და ასე შემდეგ. თუ კალიფორნიიდან მიფრინავ, ან შუა დასავლეთიდან ამერიკის, იქ კიდე ერთი ფრენა გემატება, ანუ დრო გემატება ამ ყველაფერზე და არის შემთხვევა, არის ბილეთები, რომლებიც, რა ვიცი, თქვათ ყველაზე მოკლე შეიძლება იყოს, რა ვიცი, 17 საათი და ყველაზე გრძელი შეიძლება იყოს 22-24 საათი. მე მიფრენია ესეთი ფრენებით. ანუ დღეზე მეტი გჭირდება იმისთვის, რომ ჩახვიდე უბრალოდ ადგილზე. ხო, ლოჯისტიკაზეც ამბობდნენ სხვათა შორის აქ ერთად რომ ერთ დღეს ჩამოფრინდნენ ემიგრანტები, რა მოხდება აეროპორტში. ხო, და თან იცი რა არის საინტერესო, შენი აზრითაც თქვა, კაი, ჩახვედი ერთი დღე და ერთ დღეში უცებ მოახდენ სიტუაციის შეფასებას და მიხვდები ვის მისზე ხმა, ანუ ეს შინაარსობრივათაც სრული გაუგებრობა. გათვალ სწორედ ეგ არის, რომ არავინაც არ ჩამოვა და ვერ ჩამოვა. ხო, ერთი ის არის, რომ ესეთი ზოგადად არჩევნებს და რაღაცა ხმის უფლებას რო შევხედოთ, ის ქვეყნები, რომლებიც ის სახელმწიფოები, რომლებიც თავდაჯერებულები არიან, თუ ის მთავრობები, ასე უნდა ვთქვა, რომლებიც თავდაჯერებულები არიან საკუთარ რა ვიცი, პოზიციონირებაში, როგორ აფასებს მათ მოსახლეობა. ისინი არჩევნებს აფართოვებენ და ეს ძალიან კარგად ჩანს, თუნდაც მოლდოვას შემთხვევაში, ბევრ სხვა ასევე შემთხვევაში და ის მთავრობები, რომლებსაც ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების არჩევნებს ზღუდავენ. ეს არის საბოლოო ჯამში ეს ყველაზე მარტივად რომ დავწუროთ და რა ხდება დღეს ეს რომ ესე მოკლედ ჩამოვაყალიბოთ არის ეგ. ესაც ბოლოს სიტყვა, ხომ არ გადავიდეთ შემდეგ თემაზე, მე მგონი საკმარისად თქვით ჩვენი დამოკიდებულება და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ კომენტარებში აქტიუროთ და თქვენს მით უმეტეს მათ ვინც ხართ საზღვარგარეთ. გავაგრძელოთ უკრაინის ამბით, ბევრია ნამდვილად სათქმელი და ყველაზე ცხელი ამბავი ის არის, რომ ახლა ერდოღანს შეხვდა სულ ცოტა ხნის წინ ზელენსკი და კიდევ ერთხელ წამოვიდა საუბარი იმის შესახებ, რომ რაღაცნაირად დიპლომატიის როლი გაიზარდოს ამ პროცესში, ხომ არ ხედავთ თქვენ საფუძვლებს, ან რა საფუძვლები შეიძლება დავინახოთ დღეს აი ამ ფონზე, რომ რეალურად რაღაცა ხელშესახების შედეგი დაიდოს მოლაპარაკებების ნაწილში. აქვე რაც აქსიოსი თითქოს წერდა, რომ ვაშინგტონში კიდევ საიდუმლო ბჭყალებში ჩავსვათ მაინც გეგმა განიხილება იმისთვის, რომ როგორღაც უკრაინაზე მოხდეს ეწოლა, რომ დათანხმდეს დონბასის გადაცემას, რუსული ენის მეორე ენად გამოცხადებას და რაღაცა ესეთი პირობები იყო, ხომ არ იცი რამე მეტი ამერიკიდან აი ამ საიდუმლო გეგმაზე.
საიდუმლო გეგმაზე არ ვიცი, მაგრამ ამ გეგმაზე უკვე დიდი ხანია საუბარია. ბოლოს ზელენსკის ვიზიტის დროს, აი მაშინ როცა ტომაჰოკებზე იყო საუბარი, იქ მაშინაც კი გაჟღერდა ეს შეკითხვა, რომ ხომ არ საუბრობთ სამშვიდობო გეგმაზე. და ზელენსკი მაშინ ამბობდა, რომ რა ვიცი, მე არაფერი გეგმა არ ვიცი, გეგმა ვიცი ის არის, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე უნდა მივიდეთ. ნუ რა თქმა უნდა ეს არის ციტატა დაახლოებით ესეთი იყო. ანუ ეს თემა უკვე დიდი ხანია ფიგურირებს, მაგრამ ის რაც დღეს დაიგუშეს ბოლო პერიოდში გავიგეთ არის ის, რომ უკვე კონკრეტულად ვიცით რომ თქვათ ამ ჩარჩო იმაში ჩამონათვალში რუსების სურვილებისა არის 28 პუნქტი სავარაუდოდ, რაც ყოველ შემთხვევაში მედიაში ესეა 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. ვიცით ის რომ დიმიტრიევი არის და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მის ფიგურაზე. რუსეთის მხრიდან მომლაპარაკებელი შეერთებული შტატების მხრიდან არის ისევ რა თქმა უნდა სტივ ვიტკოფი, რომელიც ზოგადად მედიაში, ამერიკულ მედიაში მოიაზრება როგორც უბრალოდ რა ვიცი, უძრავი ქონების მაგნატი, რომელსაც არ ესმის ის თუ რა შეიძლება იყოს მტორობის მიზეზი უკრაინასა და რუსეთს. საბოლოო ჯამში არ ესმის პოლიტიკური წონა იმისა, რაც მიმდინარეობს ახლა უკრაინაში და მას უბრალოდ უნდა რომ რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს შეერთებულმა შტატებმა და მერე რაღაც სადღაც ისარტყელის ბოლოს ყველამ ერთად დიდი სკიური იპოვონ ოქროთის სავსე დაახლოებით ესეთი სურათი იხატება ხოლმე მასზე საუბრისას. თუმცა ნუ ღაზაში მიაღწია ამ ადამიანმა ცეცხლის შეწყვეტას, ცალკე სალაპარაკო თემაა, ხო, ცალკე სალაპარაკო თემაა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ძალიან ესეთი ისტორიული და დიდი მოხდა. ნახოთ საწავა, ნახოთ ეს ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდა თუ მშვიდობა გაგრძელდება თუ ეხლაც არ არის ესე, მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ ეგ სხვა თემაა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი რომ მხარეები დასხდნენ და გადაწყვიტეს რომ შეთანხმებულიყვნენ რაღაცაზე უკვე დიდი იყო. ახლა რა ხდება ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით? კი, რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნები არ შეცვლილა. ისევ ითხოვს რუსეთი რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას, თუ მეორე ენად გამოცხადებას, უკრაინის ჯარის განახევრებას, შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შემცირებას, რაღაცა გარდამავალი მთავრობის დანიშვნას თუ რაღაცა მთავრობასთან დაკავშირებული მოთხოვნაც აქვთ, რომ თქვათ ესე უცებ აღარ ითხოვენ ზელენსკის მას რა ქვია გადადგომას და არჩევნების დანიშვნას, როგორც ჩანს რაღაცა მექანიზმი უნდა შეიმუშაონ, რომ უბრალოდ შეასუსტონ ზელენსკი როგორც პრეზიდენტი და ამის შემდეგ გაიმარჯვოს არჩევნები. და ბევრი დარწმუნდნენ რომ თავისი კანდიდატი გაიმარჯვებს. ხო, თუმცა ნუ ეგაც რა ვიცი, როგორ დასანახი არ ვიცი, მაგრამ ანუ ეს არის ეს დოკუმენტი, რომელზეც ახლა დოკუმენტი თუ რა ვიცი, ხო, რაღაცა ჩარჩო სავარაუდო სამშვიდობო საწყისი ეტაპი. ხა რას ამბობენ შეერთებული შტატების მხრიდან? ჯერ ოფიციალური განცხადება ამაზე არ გაუკეთებია არც თეთრ სახლს, არც სახელმწიფო დეპარტამენტს და უნდა დაველოდოთ და ვნახოთ როგორ შეფასდება ეს. ვისაც ნანახი აქვს რამდენიმე მედია საშუალებასთან ილაპარაკეს ანონიმურმა წყაროებმა, რომელსაც ნანახი აქვს დოკუმენტი და თითქმის ყველა ერთმანეთს ამბობს, რომ ეს არის უბრალოდ რუსეთის მიერ დაწერილი, რუსეთისკენ გადახრილი დოკუმენტი, ვისლისტი ზუსტად და ის უკრაინელები სავარაუდოდ უმეროვსაც, რომელიც ახლა მაიამიშია, როგორც ხვდები, ჩაუტარდა ამაზე ბრიფინგი თუ ამაზე ესაუბრნენ. ასევე რაღაც რამდენიმე უკრაინელ მაღალჩინოსანს ესაუბრნენ. უკრაინა ისევ იმ პოზიციაზე რჩება, რომ არის რაღაცა წითელი ხაზები, რასაც ის არასდროს დათანხმდება. ნუ აქ დონბასიც არის, რა თქმა უნდა, ლაპარაკი, რომ ის ტერიტორია, რომელსაც ვერც 4 წელია ვერ დაიპყრო და უნდა რომ უბრალოდ უკრაინამ გადასცეს ესეც რაღაცა უცნაური მოთხოვნა. მაგრამ ის ადამიანები, ვინც რა ვიცი, უფრო
როგორც ტრამპის მხარდამჭერები თუ რა ვიცი, მისი პოლიტიკის განმარტებლები, ასეთი ექსპერტებიც არიან ხოლმე შეერთებულ მედიაში. ესენი ამბობენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რეალურად დაიწყო პუტინმა საუბარი მშვიდობა, ესა ცეცხლის შეწყვეტაზე. და ეს ყველაფერი უკავშირდა, ეს დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, ეკონომიკურად ხო ამ სანქციების თქვათ, უფრო მეტად გრძნობს რუსეთი, ეს ამერიკის სანქციების სიმძიმეს და ამბობენ, რომ მიზანი არის სწორედ ეს, რომ ამ სანქციების ფონზე გრძელდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება მიყიდვა, რა ვიცი, რა ტერმინს უნდა ვიხმაროთ აქ და ამ დროს რუსეთი უკვე საუბრობს იმაზე, რომ მზად არის რაღაცა პირობების განხილვაზე, ასევე გუშინ წინ ზახაროვამ თქვა, რომ ლავროვი მზად არის რუბიოსთან შესახვედრად. ანუ თვითონ ცდილობენ, რომ რაღაცნაირად დაუბრუნდნენ, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების ჩარჩოს. ასე რომ მე რა ვიცი, აქამდე რა გამოცდილებაც გვაქვს, მე ძალიან გამიჭირდება ესე კონკრეტულად თქვა, რომ ამის შემდეგ ალბათ რაღაცა სავარაუდო ნაბიჯი არის ეს. გამოსარიცხი არაფერია, ვიტკოფი აშკარად ცდილობს, რომ რაღაცა პუტინი დაიყოლიოს მაქსიმალურად ცეცხლის შეწყვეტაზე და ის იმდენად არ არის, თქვათ, უკრაინის სუვერენიტეტზე ორიენტირებული, როგორც რუსეთთან სავარაუდო ურთიერთობის განახლებაზე, ეკონომიკური ურთიერთობის განახლებაზე. ასე რომ არ ვიცით, როგორ შეიძლება წავიდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველ ჯერზე როცა ვიფიქრეთ, რომ აი всё, ახლა უკაცრად. აი მორჩა. ცოტა ხაბარელის აი всё იყო ეს. აი გიყო ხო. როცა ვიფიქრეთ, რომ მორჩა გაყიდა ტრამპმა, ყიდის ტრამპი უკრაინას მორჩა, ამით ჩაბარდა ყველაფერი. აი იმ რაღაცა მე რომ დავინახეთ პუტინს რომ მასპინძლა ალასკაში და ყველას ეგონა რომ ამით დამთავრდა ყველაფერი მორჩი. თუმცა არა. მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს, ხა შეიძლება შეიცვალოს ერთ დღეს და უბრალოდ თქვას რომ ეთანხმება რომ რუსეთმა უნდა წაიყოს დონბასი და უკრაინას ნახევარი ჯარი უნდა ყავდეს. თუმცა ასევე შეიძლება ისიც რომ რა ვიცი, დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ მედიატორის როლს ასრულებს ამერიკა და არა მარტო იმას რომ რუსეთთან ურთიერთობა აღადგინოს ვიტკოფმა და შესაბამისად მათ იციან რა არის უკრაინელებისთვის წითელი ხაზი მაგალითად და რაღაც რეალური მოლაპარაკება დაიწყება და არა ის რომ რაღაცა ვიშლისტების ერთმანეთისთვის გაზიარება. ასე რომ დავალოდოთ ვნახოთ რა. ის რომ უკრაინის და შესაბამისად ცივილიზაციის მხარდაჭერიდან მედიატორზე გადმოიწყო ამერიკა ეს თითქოს არ გვიყოფოდა, ახლა იმაზე ვსჯელობთ, რომ შემთხვევით პუტინს არ გაურიგდეს, თუმცა მე მჯერა რომ ეს არ მოხდება, მიუხედავად იმისა თუ რა პოლიტიკას გაატარებს ტრამპი და რატო ვფიქრობ ასე, იმიტომ რომ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მიღწევა, რაც კი პუტინს ქონია, არის ის, რომ ერთი შეხედვით გაარღვია დიპლომატიური ეს წრე, რომელშიც იყო და რომ დაიწყო ტრამპთან ლაპარაკი, ეს მისთვის იყო ძალიან დიდი გამარჯვება. და ის რომ ეს ასე იყო, ზუსტად აი ეს, რაზეც ახლა შენ საუბრობდი ზახაროვა, რომ ლავროვი მზად არის შეხვდეს რუბიოს და ის რომ პუტინმა თვითონ დაურეკა ბოლოს ტრამპს, რომ მოდი ვილაპარაკოთო, ეს ამაზე მიუთითებს, რომ პუტინმა გაანალიზა, რომ კარგავს იმას, რაც მიიღო ამ დიპლომატიურ გარღვევას. დიპლომატიური იზოლაციის გარღვევას კარგავს, ისევ არავინ აღარ ელაპარაკება, ტრამპმა თავის სათქმელი თქვა, რომ კარგი თუ მიგინდა ჯანდაბამდე გზა ქონიათ იომეთ, მე ამერიკული იარაღს ევროპელების დახმარებით უკრაინას მივყიდი, კი ბატონო, გინდა დონბასის აღება, მიდი აბა ვნახოთ რა სამ და მიუხედავად იმისა, რომ ხა მე და ბექა ყოველკვირად ვადენოთ ამას ჩვენს YouTube-ებზე მიმოხილვას ვაკეთებ და მიუხედავად იმისა, რომ საშემოდგომო კამპანიისას ყველაზე მეტი წინსვლა ქონდა ვიდრე თუნდაც ერთად აღებული საზაფხულო გაზაფხულისა. ხო, მიუხედავად ამისა, დონეცკის საზღვარზე მაინც ვერ გავიდა.
ჯერ ბევრია მანდამდე. მან ბევრია და გარდა ამისა, ეხლა უკვე message box-ი გადაალაგა რუსეთმა და თავარ გამარჯვებად გამოაცხადებს პოკროვსკის აღებას. პოკროვსკის აღება როგორც ჩანს დროის საკითხია, შესაბამისად თავარ გამარჯვებად ამას გამოაცხადებს და ახლა მთავარი ეს არის, რომ ტრამპმაც არ დაიჯეროს, რომ ეს არის გამარჯვება და ისევ ზელენსკიზე არ დაიწყოს ეწოლა რა და თუნდაც აი ეს პოლიტიკა შეინარჩუნოს, რომ გააგრძელოს იარაღის მიწოდება ევროპელების. მე სწორედ ეგ სცენარი მესახება. ამასობაში ია გაუშვათ, ჩვენ დავემშვიდობოთ იას და მადლობა ია შენი დროისთვის და შენი ჩართულობისთვის და ბექა გთხოვ შენ. ხო, ანუ მე ზუსტად მაგ სცენარს ნახვამდისია, დიდი მადლობა. კარგად, დროებით. ეცდებიან რომ გამარჯვებად გაყიდონ, მართლა რეალურად მწვავე პროცესები მიდის, ჩვენ არ ვართ ის კატეგორია, რომელიც აი რაღაცა სასურველ სცენარებს ხატავს რაღაცების მიმოხილვის დროს, მათ შორის რა ხდება ფრონტის ხაზზე. რეალურად ძალიან რთული სიტუაცია, ბევრი მიმართულებით, იქ ზაპოროჟიეს მხარეს კიდე წამოვიდა წნეხი და ძალიან დიდი რისკები არის. ძალიან შორია, მაგრამ იქ არის რაღაც თავდაცვითი ზღუდეები, ხო, რაც ნუ დობროპერია საგულისხმოა. ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ ისინი ცდილობენ ეს საფუძველი შექმნან რომ თითქოს კარგ პოზიციაში არიან ახლა სალაპარაკოდ, მაგრამ არ ვიცი რამდენად არიან კარგ პოზიციაში. ეკონომიკის ფაქტორები არის აქ მნიშვნელოვანი და ის რომ $27-ზე დაეცა ბარელი ნავთობის ფასი, გასულ კვირას იყო ეს ინფორმაცია. თითქოს არ აღიარებენ ამას, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი მუშაობს და მეტიც უკვე არა ომის წინააღმდეგ, მაგრამ შეფარვით ხედავთ რუსეთში გარკვეულ დემონსტრაციებსაც კი ალბათ ნახეთ ხო კადრები რაღაცა აქციები გაიმართა რუსეთის რამდენიმე ქალაქში იყო იქ რაღაც ესეთი კორუფციის წინააღმდეგ თემა იყო კორუფციის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ნუ ჩვენ გძარცვავენ და რაღაცა ესეთი გზავნილებით ძალიან თვალში მოსახვედრი იყო დიდი ხანია არ მინახავს ერთი ბოლოს რაც დემონსტრაცია ვნახე თავდაცვის სამინისტროსთან იყო ქალი მისული ჩემი სამიშვილი გაქრა და სად არის არ ვიცი და კონტრაქტები დაუმთავრდათო და დაიჭირეს ეს ქალი და ახლა ნუ რატომღაც ქუჩაში უკვე რაღაცა ადამიანები საუბრობენ იმაზე რომ კორუფცია არის თურმე ეკონომიკური პროცესი თავისას შრება და ალბათ დიდი ალბათობით გათვლა ეგ არის რომ ხო დიდი ალბათობით კი არა უკრაინა მაგას აკეთებს უკრაინული სანქციები მაგისთვის მუშაობს ახლა უბრალოდ რა ვიცი მთელი ამბავი იმაზე რამდენად გაუძლებს აი ამ ზამთარს დიდი მე ესე ვფიქრობ რამდენად გაუძლებს უკრაინული საზოგადოება და სურათი დახვდება გაზაფხულს ხო აი არმია რამდენად შეძლებს რომ შეინარჩუნოს მეტნაკლებად პოზიციები ძალიან რთულად არის საქმე დიდი ამბავია ასევე აქვე ვახსენებ რადგან არმია შევეხე საკადრო ნაწილში ოქტომბრის სტატისტიკა იყო ეგეთი რომ 21000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა პოზიციები დატოვა და ეს ძალიან ცუდი ტენდენცია არის. ამას დიდწილად უკავშირდება შიდა პოლიტიკური სიტუაცია, სამხედრო მაღალჩინოსნების მოქმედება, მათი პოლიტიკა, იგივე ჯარისკაცების ანაზღაურება და ბევრი თემა შემოდის. ანუ კრიზისი ბევრი მხრივ არის უკრაინაშიც, ენერგეტიკა და ასე შემდეგ, ამ ყველაფერსთან ერთად კორუფციის სკანდალი და ნუ როგორღაც მათ უნდა მოახერხონ ჩემი აზრით, რომ რაღაცნაირად დაიჭირონ პროცესი როგორც ფრონტზე, ასევე პოლიტიკურ, სოციალური კუთხით. არ ვიცი. რო ჩავერთო ეხა ამ საუბარში და ხელებს ვიფშნით ხო ამისთვის რეალურად მართლა არასახარბიელო მდგომარეობა უკრაინაში ძალიან ბევრი მიმართულებით და ეს არ ეხება მხოლოდ პოკროვსკს ანუ აქ საერთოდ შეიცვალა ტაქტიკა და ამაზე ძალიან ბევრი საუბრობს ან პენეტრაცია არის ერთეულის და ორკაციანი ჯგუფის დონეზე ოღონდ სადღაც შევიდნენ იმისათვის რომ რაღაცნაირად მოეჭიდონ და შემდეგ უკვე დამატებითი ძალები მიიღონ. ესეც სიახლე არის, იმიტომ რომ ერთ ადამიანზე შეიძლება დრონი იმდენი არ დაიხარჯოს და აი სადღაც იქნება გაძრეს, თუმცა ეს ხორცსაკეპი მანქანა რა თქმა უნდა მუშაობს და ძალიან რთულია. ძალიან რთულია ის თემა, რაც შენ ახსენე და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ უკრაინელ მაღალჩინოსნან გენერალიტეტს და ოფიცრობას, აქ საქმე ეხება დაბალი და საშუალო რანგის მეთაურებს, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით პოზიციების სიმყარეს, პოზიციების გამაგრებას და ჯარისკაცებს უწევთ საკუთარი
ადგილების მიტოვება და ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკა გახდა, იმიტომ რომ მათაც ჭირდება დასვენება და სარეზერვო ძალებით ჩანაცვლება არ ხდება. ბევრს უწევს თვეობით აკოპებში და საბრძოლო დავალებების შესრულება, სანგრებში, უკაცრავად სანგრებში და ესეც ძალიან მოქმედებს მით უფრო იმაზე, რომ სამობილიზაციო სისტემა კი მუშაობს, მაგრამ საკმაოდ გაუჭირდა ადამიანების კუთხით, ადამიანის რესურსის კუთხით უკრაინას. ეს არის ერთი საკითხი. მეორე საკითხი ეს არის თვითონ კორუფცია ძალიან მაღალი ეშელონების დონეზე უკრაინაში. ვიცე-პრემიერის $100 მილიონ არის საუბარი და უკვე საკმაოდ ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ ენერგეტიკის ფული მიდიოდა მოსკოვში. ამაზე საუბრობენ ხმამაღლა, ეხლა ეს ფაქტებით იქნება დადასტურებული. ყოველ შემთხვევაში ამ საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს, ხო და ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის ზელენსკის უახლოესი გარემოცვა და ზელენსკის მეგობრები და რა ფსონს და როგორ ითამაშებს ზელენსკი, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ანუ სასარგებლო არჩევანს გააკეთებს ქვეყნის სასარგებლოდ თუ ასე ვთქვათ მეგობრების სასარგებლოდ, ხო? აქ საუბარი არის ატომურ ენერგეტიკაზე და იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორედ იმისათვის, რომ ქვეყანამ აბსოლუტურად დატვირთულად და ნორმალურად იფუნქციონიროს, ხო? აი ამ ენერგეტიკაზე არის, ხო, როდესაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის რუსეთის ნომერ პირველი სამიზნე, ხო? ახლაც ეს იერიშები, რომელიც მიიტანა ტერნოპოლზე, დასავლეთ უკრაინის ქალაქზე, ესე ძალიან მძიმე რამ არის, სადღაც 20-მდე გაიზარდა უკვე მსხვერპლი და ეს არ არის დასასრული, იმიტომ რომ ეძებენ კიდე ნანგრევებში. და კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინდოდა საუბარი, აი პარალელი შეიძლება ჩვენმა მსმენელმა გაავლოს ამასთან დაკავშირებით, ამოვიწერე კიდეც სადღაც ეს მონაცემები, რა ხდება მაგალითად აი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენი ადამიანის მობილიზებას აკეთებს, ხო? აი მაგალითად რუსები, ხო? რუსები კი, აი რუსები ოკუპირებული ტერიტორიებში 46000-ზე მეტი უკრაინელის მობილიზება მოახდინა უკვე. და საზღვარზე გაამკაცრა, ეგრეთ ანუ ბოდიში გაგაწყოთ, ნეუცბად დავამთავრებ, ანუ თვითონ ხო თვლიან რომ ლუჰანსკი პირობითად რუსეთია, რუსები ხო ასე თვლიან, მაგრამ აი ეს სახელმწიფო საზღვარი სადაც გადიოდა უკრაინასა და რუსეთის შორის, ანუ ლუჰანსკის მერე, იქ კონტროლი გაამკაცრეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ხალხი დედა რუსეთში არ გადავიდეს, რომ აი ამ მობილიზაციას თავი აარიდონ. ანუ აქ იმაზე საუბარი, როცა ოკუპაციას ახდენს და ვითომ უნდა დაიცვას ეს ხალხი, კი არ იცავს, პირდაპირ მიყავს ხორცაკებ მანქანაში. შესაბამისად, ვიღაცებმა კარგად უნდა იფიქრონ რუსეთთან მეგობრობაზე თან. კი, იმიტომ რომ ვინც დარჩა მაგალითად ყირიმიდან 35000-ზე მეტი, დონეცკი, ლუგანსკი 5000-ზე მეტი, ზაპოროჟიეს ოლქიდან 500-ზე მეტი, ხერსონის ოლქიდან 500-ზე მეტი, არ დაგვავიწყდეს აქ აფხაზეთი და სამაჩაბლო, რამდენი ადამიანი არის ოფიციალურად უკვე დაღუპული და რამდენი არის უგზო-უკლოდ დაკარგული და რამდენი დაჭრილ-დაშავებული. ანუ ესეც ესეთი მძიმე ბრჭყალებს საინტერესო სტატისტიკაა, ხო? ასე რომ ამაზეც მე ვფიქრობ, რომ ყურადღების გამახვილება დაფიქრება ღირს. ასე რომ სად გავა ეს ზღვარი და რა შეთანხმებაზე გავლენ, ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე, აქ უამრავი კითხვის ნიშანია და ესე მარტივად სამწუხაროდ არ არის. აქ თამართან მექნება მე ერთი კითხვა ის, რომ დღესაც ბრიუსელიდან ისმოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ უკრაინული ჯარი არის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლის უნარიანი არმია და სწორედ ის არის დაცვის პირველი ხაზი მთელი ევროკავშირისთვის და აი თუ შეგიძლია რაღაცა ცოტა მეტი გითხრა ამ თემაზე, კარგი იქნება. სანამ ამ შეკითხვას უპასუხებ, ახლა სანამ თქვენ საუბრობდით, ორი საინტერესო ინფორმაცია ნახე. ერთი, რომ აქსიოსის კორესპონდენტის სტატუსზე შემთხვევით ქვემოთ, ანუ მიაწერა სტივ ვიტკოფმა და დაწერა, რომ ესო იგულისხმება გეგმა სავარაუდოდ კას გამოგზავნილი არისო და ესეთი დასკვნას აკეთებენ ჟურნალისტები, შემდეგ მან წაშალაო ეს კომენტარი და ესეთი დასკვნა არის, რომ სავარაუდოდ სწორედ კირილ დმიტრიევი არის აქტიური ლობისტი ამ გეგმის და მისი თანაავტორი და ვიღაცა შესაძლოა ვიტკოფი ამ ინფორმაციას ვიღაცას აწვდიდა წერილის სახით და შემთხვევით, ანუ მან კომენტარის სახით დადო აქსიოსის ჟურნალისტის
ამ სტატუსზე. ეს ერთი და მეორე ასევე აქსიოსის ინფორმაცია ეხლა რომ ვიტკოფი იმიტომ არ ჩავიდა თურქეთშიო რომ ანუ სიგნალი იყო ზელენსკიდან რომ უკრაინა ამ გეგმას არ დათანხმდება და ალტერნატიული გეგმით ჩავიდაო თითქოს ზელენსკი თურქეთში სადაც ასევე კლავინდებურად არის მოთხოვნა რომ ევროკავშირი ევროპა ჩაერთოს როგორც მოლაპარაკებებში როგორც სრულუფლებიანი მხარე რადგანაც სრულმასშტაბიანი ეს ომი სწორედ ევროპის კონტინენტზეა და თავისი შეთავაზებები აქვსო ჩატანილი თურქეთშიო თუმცა ნახოთ აბა რა იქნება ალბათ ცოტა მოგვიანებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი რა კითხვაც დამისვი კი რა თქმა უნდა ჩვენს ეპიზოდებში არაერთხელ გვისაუბრია და ჩემი აზრით ეს ძალიან პოზიტიური ცვლილება არის როგორც ევროკავშირის ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზოგადად დამოკიდებულებაში უკვე გაცხადებულად რომ სწორედ უკრაინა არის ამ კონტინენტის უსაფრთხოების დაცვის პირველ ხაზზე და რო გავიხსენო პირველი ვინც ეს ხმამაღლა თქვა იყო იენს სტოლტენბერგი ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი მას ჰქონდა შეხვედრა ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დეპუტატებთან ისინი სწორედ უსმენდნენ მის გამოსვლას და მან თქვა რომ უკრაინელები ღვრიან სისხლს ჩვენი უსაფრთხოებისთვისო საკმაოდ ემოციური გამოსვლა ჰქონდა რომელიც აი ძალიან ბევრმა შემდეგ უკვე გამოვიყენებ ამ სიტყვას გადააშეარა გადაპოსტა და იენს სტოლტენბერგი იყო ძალიან პირდაპირი მაშინ ახალდაწყებული იყო სხვათა შორის ომი ახლა კი ამაზე ძალიან პირდაპირ საუბრობენ ბრიუსელში და ძალიან კარგად აქვთ იმის აღქმა რომ თუ უკრაინა არა შემდეგი შესაძლოა თავად ნატოს ჯარებს ან თუნდაც ევროკავშირის ჯარებსაც მოუწიოთ ფართომასშტაბიან ომში ჩართვა და კიდევ ერთი საინტერესო სიახლე დღეს ევროკომისიამ წარადგინა შენგენის თავდაცვის სტრატეგია რომელიც უფრო მეტ მობილობას ნიშნავს გადაწყვეტილებების ანუ ერთ ცენტრში მიღებას ზოგადად თქვენ ძალიან კარგად იცით სამხედრო თემები და მუდმივი პრობლემა იყო რომ ნატო ანუ არ მომხდარიყო დუბლირება და გაორება თქვათ ნატოსა და ევროკავშირის შორის და ის იდეები რაც შეეხებოდა თქვათ ევროკავშირის თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით სულ ნატოდან იყო ამაზე საუბარი რომ ხომ არ მოხდება აი ამ რაღაცნაირად გაყოფა სტრუქტურულათაც და ძალების რაღაცნაირად გადანაწილება ხომ არ იქნება საჭირო თუმცა ახლა როგორც ჩანს მაინც ევროკავშირიც თulis რომ უფრო მობილური უნდა იყოს და თავდაცვის მხრივათაც უფრო აი რაღაცნაირად იმ გზით უნდა წავიდეს რომ არსებობდეს მეტი ერთიანობა მეტად უფრო ლავირება და მეტად უფრო ოპერატიულად გადაწყვეტილებების მიღების რაღაც ორგანო. დიდი მადლობა თამარ ერთი პატარა შეჯამებასავით ის პროცესი რაც ახლა მიმდინარეობს ევროპაში ეს არის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ახალი კონტურები რომლის მიღმაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე საქართველოს არის ანუ ჩვენ არ ვართ ამ ყველაფრის შიგნით ხო სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ რომ გერმანელები მუშაობენ ძალიან აქტიურად, ბრიტანელები მუშაობენ ძალიან აქტიურად, პოლონელები მუშაობენ, რა თქმა უნდა, რუსეთი მუშაობს ამ ყველაფრის წინააღმდეგ და ნახეთ კიდევაც პოლონეთში რკინიგზის ხაზების აფეთქება უკრაინელების ხელით, რომლებიც რუსებზე მუშაობდნენ, ცხადია ესე გააგრძელებენ კიდევაც, იმიტომ რომ მოღალატეებს რა დალევს სამწუხაროდ. ეგ უნდა მეთქვა, რომ ბევრი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ სწორედ დღეს იფიქრონ უსაფრთხოებაზე და იმაზე, რომ ეს ომი მათაც ეხება. თუნდაც ეს პოლონეთის ამბავიც და კიდევ ბევრი შეგვიძლია გავიხსენოთ ხო იგივე საჰაერო სივრცის დარღვევები და შემდეგ ბოლო პერიოდში რაც იყო ანუ მე მგონი საკმარისი გამოსაფხიზლებელი სიგნალი არის რომ ხო უკრაინას სჭირდება მეტი დახმარება ნუ ამ კვირაში გამორჩეული ამბავი იყო რაფაელების შესახებ შეთანხმება
და ამასაც შეიძლება ორი სიტყვით შევეხოთ, საფრანგეთში ვიზიტი იყო ნაყოფიერი, ასევე თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე არის საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, მაგრამ მაინც პოზიტიური სიგნალი არის, რომ ეს დღეს ხდება, სწორედ აი ამ კრიზისის ფონზე ხდება, რაც არის თუნდაც ფრონტის ხაზზე. დღეისათვის პატარა კომენტარიც გაკეთება მინდოდა თამარი დამატებით ინფორმაციაზე, სადაც პოსტებზე იყო საუბარი და ვერსიაზე, საიდან მოდის ეს ეგრეთ წოდებული ახალი გეგმა. ძალიან მარტივად ჩემთვის ესე არის დღეს, რომ რუსეთი შეეცდება, რომ ისევ დრო მოიგოს, ისევ რაღაც იმიტაცია შექმნას, თითქოს ცდილობს პროცესის ბრჭყალებში მშვიდობიანად გადაწყვეტას და ახლა ახალი ფურცელი გადაშალოს ამ ხრივ, რომელიც არ იქნება შედეგიანი და ალბათ იმიტომ რომ გამოივაჭროს აქედან სანქციების შემსუბუქება, რაც ძალიან დიდ ტვირთად დააწვათ ამერიკელების მიერ ბოლო დაწესებულ სანქციებზე საუბრობს, სადაც ლუკოილიც მოხდა და ალბათ შიდა უკმაყოფილება ამ ხრივ იზრდება და ცდილობენ ახლა რაღაცა ახალი მანევრები გააკეთონ ამისთვის, რომ იქნებ რამე მოიგონ. კი და ძალიან უნდა აღადგინოს დიალოგი ტრამპთან. ძალიან უნდა, იმიტომ რომ მართლა ესეთი რასაც კარგად ყიდდა იქ იყო, რომ აი დიპლომატიური იზოლაცია გაარღვია და აღარ არის კეთროვანი და ელაპარაკებიან ომსაც იგებს, ფრონტზე წინ მიდის, ტრამპიც ელაპარაკება, ჩინეთშიც ჩადის, ეკონომიკა აყვავებულია, ყველაფერი კარგად არის და ანუ ეს ხუხულა ენგრევა რა. ამიტომ მეც მგონია, რომ ის ხა აი დროის მოგებასთან ერთად ცდილობს, რომ აი ისევ ტრამპთან დაიწყოს ლაპარაკი. მე მგონი უნდა გავიდეთ ბოლოში უკვე. კი ბატონო, გავიდეთ, ერთ რამეს ვიტყვი, რაც ორივე თემას უკავშირდება, საქართველოსთან მიმდინარე პროცესაც რაც შევეხეთ და რუსეთისკენ სვლას, ასე დავარქვათ ღიად. რაღაცკენ. ხო, და რაღაც ევროპისგან განცალკევებას, იქიდან ჩახსნას, ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას ასე და ასე შემდეგ და აი გიორგი საუბრობდა წეგან უკრაინელებს როგორ იყენებენ, ხო, მათ მობილიზებას როგორ ახდენენ თავისივე თანამოქალაქეების წინააღმდეგ რომ აბრძოლონ. მეორე ასევე საგულისხმო არის, რას უშვებიან იმ ხალხს, ვინც ეთნიკური რესპუბლიკები არიან და ამაზეც არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება, ხო, რომ ჩახედოთ დაღუპულების სტატისტიკას რუსეთში, ვინ არის დაღუპული პირველ ადგილზე არიან, ბურიატია და ბაშკირეთი და ასე და ასე შემდეგ. იქ ვერ ნახავთ პირველ ხუთეულში და ათეულში მოსკოვის ოლქს, სანქტ-პეტერბურგს და ასე შემდეგ და ახსენა გიორგიმ აფხაზეთი, ახსენა ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, საიდანაც ასევე არის სტატისტიკა ამ ხრივ და რა ვიცი, აბა აქედან გამომდინარე გარკვეული ფოკუსი გავასწოროთ და ასკვნები გამოვიტანოთ, სადამდე შეიძლება მივიდეთ. საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ თუ რადიკალურად შეიცვალა კიდევ და აქეთ მიდის ხვალზე, შეიძლება ვინმე მიფიქროს იმაზე, რომ აქ ღია მოწოდებები გააკეთონ არმიაში კონტრაქტის წასვლასთან დაკავშირებით, ხო? ამაზე უკვე იყო. არის ეს ინფორმაცია. ხო, არის და მეც მინდა საქართველოს ძალიან მოკლედ ჩემი ბოლო სიტყვა თქვა და მეც დავაკავშირო ეს სიტუაცია საქართველოსთან ოღონდ სხვა კუთხით. აი იმ კუთხით, რაზეც რატიმი საუბრა, რომ თავად პუტინისთვის, თავად რუსეთისთვის არის მნიშვნელოვანი შიგნითაც და გარეთაც, რომ დაანახოს, რომ ის არ არის იზოლაციაში, რომ მას ესაუბრებიან, რომ ის კონტაქტობს და კომუნიკაცია აქვს გარე სამყაროსთან, დასავლურ სამყაროსთან. და ამ ვითარებაში, აი მე უბრალოდ მინდა რომ კითხვა დაუსვან ადამიანებმა თავიანთ თავს, როგორ წარმოგიდგენიათ, თუ კი რუსეთისთვის არის მნიშვნელოვანი ეს კომუნიკაცია და ურთიერთობა გარე სამყაროსთან, ცივილურ სამყაროსთან. როგორ შეიძლება საქართველოს ჩაიკეტოს იზოლაციაში იყოს და რაღაცა წარმატებას მიაღწიოს ასეთი პოლიტიკით. აი უმარტივეს კითხვას დაუსვამდი ნებისმიერ ჩვენ მსმენელს ამასთან დაკავშირებით. მით უმეტეს იმ თავდაცვის შესაძლებლობებით, რაც გვაქვს და ბიუჯეტით, რომელიც ხო, ძალიან მარტივად ჩვენს მაგივრად პუტინი ურთიერთებს ევროპასთან და ჩვენ პუტინთან რა პრობლემას ხედავთ, ვერ გავიგე? აქ მეც ჩემს აბა მოსკოვს დავიკითხებით, ფრაზა გაცოცხლდება. პირდაპირ მნიშვნელობით მოსკოვს შევეკითხებით, რა პრობლემა? ბოლოს სიტყვაში ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ აბსოლუტურად მთელი ცივილიზებული სამყარო ემზადება საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ანუ საკუთარი მოქალაქეების დაცვისთვის ემზადება, სამწუხაროდ ამას ვერ ვხედავთ საქართველოში და ეს არის ფაქტი. სამწუხარო ფაქტი თითოეული ჩვენთაგანისთვის. დაგვისვით კითხვები, დააკომენტარეთ, გამოგვყვებით YouTube-ზე, გამოგვყვებით კავკასიაზე და დარჩით ჩვენთან.
აბა ვნახოთ შემდეგ კვირაში რა სიურპრიზები გვექნება. მე მგონია ისეთი ტემპით მიდის, რომ რაღაცა კიდე გამოვარდება და თემებს მერე გადავწყვეტ. მაგრამ საინტერესო იქნება თქვენს შემოგთავაზეთ თემები, რა არის თქვენი ინტერესის სფეროები, თქვათ, რაზე გინდათ რომ უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ და გვადევნეთ თვალი. მადლობა დროებით ნახვამდის.